BMG-ის პლატფორმები, მათ შორის ბიზნესის კვირეული და საქმიანდილას უკვე გასული ეთერები დავუთმეთ ჯანდაცვის სექტორში ინვესტიციებს, ტექნოლოგიებს და ახალი მიმართულებების დამკვიდრებას. პრეზიდენციული ზრუნვის სახლ ლელიანზეც შედარებით მოკლედ, მაგრამ გიყვებოდით, რომ ოჯახური ტიპის სახლი ლელიანი ხანდაზმული ადამიანებისთვის ოფიციალურად უკვე გახსნილი არის და ამ სახლის მთავარი ფილოსოფიაც ის არის, რომ ასაკში შესული ადამიანებისათვის სოციალიზაციას, თანატოლებთან და თანამოაზრეებთან ურთიერთობას, ასევე აზრთა გაცვლა-გამოცვლას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ ლელიანი თავის ბინადრებს მრავალფეროვან კულტურულ და სოციალურ აქტივობებს თავაზობს. ინტელექტუალური შეხვედრები ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლებთან, ასევე კითხვის საღამოები მწერლებთან, კულინარიის კლასები, მოწვეულ მზარეულებთან ერთად და სხვა მრავალი საინტერესო აქტივობა და საქმიანობა. ლელიანის კარი უკვე ოფიციალურად ღია არის ყველა იმ შუახნისა და ხანში შესული ადამიანებისთვის, რომელსაც ასაკის და სხვადასხვა დაავადებების გამო მოვლა ზრუნვა და სოციალიზაცია ესაჭიროებათ. დღევანდელი საქმიანებიც ლელიანის ისტორიას გვეყვება, ამიტომ მანანა მანჩგალაძე უკვე დილიდან ჩვენთან ერთად არის, რომ უფრო მეტი მოგვყვეს. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. რატო დაარქვეს ლელიანი? ნიკა გამყრელიძემ, დათო კილაძემ და დანარჩენებმა, არაჩვეულებრივმა ინვესტორებმა ამ ყველაფერს ლელიანი? მით უმეტეს, როდესაც ის აბსოლუტურად სხვა მხარეს არის, ესეთი და ესეთი შენი მცენარე ლელიზე წახვედი? არა, არსებობს ესეთი დასახლება საქართველოში ლელიანი, კი, კახეთისკენ არის, კარგად ჟღერს, მარტივი დასამახსოვრებელია და უხდება აი ამ ხანდაზმულთა სახლსაც. მხოლოდ ეს, არანაირი დიდი ღრმა ფილოსოფია ამაში არ არის. ფილოსოფია უფრო დევს იმ მთავარ დანიშნულებაში, რასაც ისინი ამბობენ და რაც დააწერეს, ასე ვთქვათ, ამ სახლს. ისე როგორც სახლში. ეს არის მთავარი ფილოსოფია. მეგონი ჯობია ეს იმასვნათ ახლა უკვე ისე როგორც სახლში თუ არ ვხვდები ერქვა ჩვენ სიუჟეტსაც და მივცეთ უკვე ეგ ტიპი. კი ბატონო, ასე ქვია სიუჟეტსაც, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი მიგნებაა ეს და ძალიან სწორი ფორმულირებაც არის. შენ ამაზე ჯერ ფიქრი არ გექნება დაწყებული, მაგრამ გიორგის მინდა ვკითხო. სიბერეზე ფიქრობ? სიბერეზე ვფიქრობ თუ არა? არა, არ ვფიქრობ. არ ფიქრობ. მე აი სადღაც 50-თან რომ მივედი და მივუკაკუნე, როგორც ბატონი ედუარდი იტყო და დავფიქრდი. ცოტა შემეშინდა, მე მივხვდი რომ ეს არის მოცემულობა და ვერსად ვერ გავექცევი. თუ ესე იგი სიბერემდე მივახციე, მინდა რომ კარგად ვიყო. ფორმულა მაქვს და ყველას აქვს. ჯანმრთელიც მინდა ვიყო, აქტიურიც მინდა ვიყო, ჩემი გატაცებებიც მქონდეს, სხვაზე დამოკიდებული არ ვიყო. და მინდა რომ ჩემი ინტერესების მქონე ადამიანებში ვიყო და ვტრიალებდი. აი მოგონებების, აი ის კი არა რომ დაიწყო ეხლა ამან თავისი რაღაცა ნიკოლოზის დროინდელი ამბები და რაღაც. ეს არ მინდა ზუსტად. მინდა რომ აი გვიხალისებოდეს ადამიანებს და არ მინდა რომ ვიყო მოღუშული, მოწყენილი, მოხუცებული. მე მგონი უკვე გიორგიც დააფიქრე. სხვათა შორის მე როცა ნიკა იწყებდა ამ პროექტის განხორციელებას და გავიგე 1 წლის წინ ჩვენ შემთხვევით შევხვდი ერთმანეთს, ხო, და ვუთხარი რომ ერთი ადგილი მინდა ჩემთვის მეთქი და მაშინ აი სიმღერა ირინოლა თუ გახსოვს? კი, როგორ არ მახსოვს? ირინოლა, კი ბატონო. თუ იცი ვინ არის მუსიკის და ტექსტის ავტორი? მე როგორც ვიცი, ჩარკვიანების ოჯახიდან უნდა მოვიდეს. მამუკა ჩარკვიანი არის მუსიკა. ტექსტის ავტორი? არა. მეც ესე მეგონა. აბა? ირმა ჩხეიძეა. და მე მგონია რომ აი ჩვენ საუბარს სანამ ხა დაიწყება. ხო. შენი სიუჟეტი ყველაზე მეტად მოუხდება ეს მუსიკა, რომელიც მიდის უკვე ფონად. და თან ერთს გეტყვი კიდე, რახან ახლა ბატონი ედუარდი და კიდე იმის წინ გაიხსენე და სიბერაზე წავედით, ხო? მე მგონია რომ ამ სიმღერას ყველაზე კარგად ასრულებდა ლელა სიხარულიძე. ხო, მახსოვს ესეც კი ბატონო. და ლელა ასრულებს. ახლა ჩვენი საუბრის პარალელურად სადაც ლელიანზე გასაუბრებ ჩვენ ვარ. მართლა? კი. აი ხო ხედავ, შენი მეხსიერება უფრო შორს ვიდი. იცი რატო? რატო? მე სიბერეზე არ ვფიქრობ. არა, შენ არ ბერდები, გიორგი. არა, მე სიბერეზე არ ვფიქრობ. არა, ვფიქრობ. ვინ არ ბერდება მე გეტყოდი ახლა ტომ კრუზისკენ წავიდოდი, არა. არა, იცი რა არის? ეს არის მოცემულობა, ხო? ამას ვერც გავექცევით, მაგრამ ისე როგორც საქართველოში იმაზე გიპასუხე, მე არ ვფიქრობ. კი ბატონო, მაგრამ ისე როგორც ჩვენ საქართველოში ვფიქრობ და როგორი შიშები და შფოთებიც გვაქვს, ეს ყველაფერი რაღაცა ჩვენი აი ამ ძიმე ცხოვრებიდან მოდის, ხო? აქ ზუსტად საუბარია ღირსეულ სიბერეზე. ეს ზუსტად საუბარია ამაზე და სრულიად სხვა სტანდარტია. აბსოლუტურად სხვა სტანდარტია და სხვა ღირებულებებიც არის და მიდგომაც სხვა არის. იცი, სახლში რა თქმა უნდა ადამიანს ყველანაირი პირობა ექნება. ახლა მე სახლში მამა და დედა მყავს და ყველანაირი პირობას ვუქნი, მაგრამ
იმის გამო რომ მე ერთი სამსახურიდან მეორეში გადავდივარ, მეორედან მესამეში გადავდივარ, აი ეს კომუნიკაცია, რაც ადრე იყო თაობებს შორის, იმიტომ რომ სახში იყო ვიღაცა ყოველთვის, აი ეს არის დარღვეული, რაც ამ ადამიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. აი სწორედ ამას და მართლა ხარისხიან ზრუნვას თავაზობს ლელიანი და რასთავარია მან იქ ყველაფერი ესე არის უკვე და დაალაგებული რომ რა კატეგორიის ადამიანები, ცუდად ვამბობ ამას, რა თქმა უნდა, მაგრამ ხანდაზმულობის ადამიანები შედიან იქ, ხომ? აქ არის დემენცია, რომელიც ძალიან რთული სამართავია ხშირ შემთხვევაში მithumetes, როდესაც ბოლო პერიოდია, ბოლო სტადიებია. აქ არის უკვე მე შემიძლია გითხრა, რისი კანდიდატი ვარ მაგ დროს. აი, რაზეც ნაფიქრი მაქვს. აუცილებლად მექნება დემენცია ან ალცჰეიმერი, გარდაუვალია. ამაზე ნაფიქრი მაქვს. არ მიფიქრია თქო. არა, ნაფიქრი მაქვს, იმიტომ რომ ვიცი რა რეჟიმში ვარ. და ვიცი რა წინაპირობებით წავად, როგორ ვიზიანებ ეხლა მიმდინარე რეჟიმში მეცნიერებს. რა გიორგი რა. ლელიანში? ხო, სხვათა შორის სამივე დამფუძნებელს, რომელსაც ვესაუბრებოდი, ცალ-ცალკე, აღმოჩნდა რომ დამოუკიდებლად სამივე ფიქრობდა აი ასეთ სახლზე. სამივე ნამყოფი იყო ხანდაზმულთა სახლებში უცხოეთში, სამივეს ნანახი ქონდა. იქიდან ჩამოიტანეს. იქიდან ჩამოიტანეს, რა თქმა უნდა, კულტურა, ეს ამერიკული კულტურაა, შემდეგ ევროპაშიც დამკვიდრდა, მაგრამ სამივე ფიქრობდა დამოუკიდებლად აი ამ თემაზე და სამივე როგორ ფიქრობდა, იცი რომ მეგობრებთან ერთად აი მოხუცებულობაში იქ წავიდოდნენ. კარგი, სანამ მანანა და გიორგი ასე ხელიხელ ჩაკიდებულები ლელიანის გზას გაუდგებიან, იქამდე მე დავაანონსებ ახლა მანანა მანჯგალაძის სიუჟეტს ლელიანზე, სადაც ალბათ ისე არ სადარგელიან, როგორც ლელიანში. მოდი ერთად ნახოთ მანანა მანჯგალაძის მორიგე საქმიანობის ისტორია.